სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლად სამდელონო ბემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღეს ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით მასთან ერთად სახურობდით წმინდა ლიტურგიას ვილოცავდით და იყო ყოველთვის დიდი სიყვარულის და სიხარულის დღე. და აი დღეს ჩვენ როგორც მისი ერთგული შვილები კვლავ შევიკრიბეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და შემდეგ აი აქ მის საფლავთან სიონის საპატრიარქო ტაძარში რომ გამოვხატოთ მისდამი სიყვარული და მადლიერება და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი დიდებული ღვაწლი. ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის შესახებ, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე და აი დღეს წაკითხული სახარება, რომელიც თქვენ ყველა მოისმინეთ, ძალიან გვაფიქრებს და გვახსენებს მის განსაკუთრებულ თვისებებს. როგორც გახსოვთ, დღეს იყო წაკითხული სასწაული ზღვაზე სასწაულებრივი სვლის შესახებ. როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უბრძანა რომ გადაეცურათ გენისარეთის ზღვა და თვითონ დარჩა განმარტოვებით სალოცავად. აი შუაღამეს ქარიშხალი ატყდა და დიდ ღელვაში მოყვნენ მოციქულები. და უცებ ხედავენ რომ მათთან ზღვაზე სვლით მოდის უფალი იესო ქრისტე. მათ ძალიან შეეშინდათ. იფიქრეს რომ მოჩვენებას ხედავენ. მაგრამ უფალმა უთხრა მათ რომ ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით. და პეტრე მოციქულმა უთხრა რომ თუ შენ ხარ უფალო, მაშინ მიბრძანე რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენსკენ წამოვიდე ზღვაზე. მოდი უთხრა უფალმა. და პეტრეც გადავიდა ნავიდან და წავიდა ქრისტესკენ. მაგრამ დაინახა რა ეს საშინელი ტალღები და ქარიშხალი შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო და შეჰყვირა მიხსენმე უფალო. უფალმა უთხრა რატომ დაეჭვდი ცირედ მორწმუნე? გაუწოდა მას ხელი, ჩაკიდა ხელი, აიყვანა ნავში, ქარიშხალიც ჩაცხრა და ეს ნავი მშვიდობით გავიდა ნაპირთან და მიაღწიეს გენისარეთში მოციქულებმა. აი ესეთი სახარებაა ძვირფასო ძმებო და დებო და ეს გვახსენებს ჩვენს ცხოვრებისეულ ქარიშხლებს, რომლებიც იმდენად საშიშია ზოგჯერ რომ ცხოვრებაც კი საშიში ხდება. და ჩვენ გვახსენდება უფალი, მაგრამ მოჩვენება გონია ხოლმე ჩვენც, როგორც მოციქულებს მოჩვენება ეგონათ. და ამიტომ კარგია თუ ჩვენ პეტრეს მსგავსად ვიტყვით რომ თუ ეს შენ ხარ უფალო, მიბრძანე რომ მეც შენსკენ წამოვიდე. და ქარიშხლის აღარ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ყოველ ქარიშხალში იმყოფება იესო ქრისტე და აი ამ სიტყვებს გვეუბნება. და რომც შეგვეშინდეს ამ ქარიშხლების, უნდა ვთქვათ მაშინ რომ მიხსენმე უფალო. პეტრეს მსგავსად უნდა გავემართოთ მისკენ და აი ვთხოვოთ ხსნა და შეწევნა და უფალი აუცილებლად შეგვეწევა. მაგრამ თუ ჩვენ თვით დაჯერებულობით, სიჯიუტით, კვლავაც ვიტყვით რომ ეს მოჩვენებაა, როგორც მოსდის არაერთ ადამიანს, მაშინ ჩვენი დაღუპვა უკვე ამ ქარიშხალში გარდაუვალი იქნება. აი ესეთია ცხოვრების კანონი ძვირფასო ძმებო და დებო. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის და გაგრძელება როგორ არის? უფალი შესავედრებელ არ ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძურწუნდე? და აი უფალი არის ჩვენი კლდე და საფუძველი, რომელზეც უნდა დაემყაროს, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ცხოვრება. და თუ ასე ვიცხოვრებთ ჩვენ, მაშინ ვერანაირი ქარიშხალი, ვერანაირი მღელვარება ამ ცხოვრებისა ჩვენ ვერ მოგვერევა და ჩვენს გადავიტანთ, ჩვენს გაუძლებთ და სხვებსაც დავეხმარებთ.
აი რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი? მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან. რომ ბევრი სხვა დიდებული თვისების და სათნოების გარდა, რომელიც მას ჰქონდა, აი ერთ-ერთი ეს იყო, რაც მას გამოარჩევდა, რომ ეს უდრეკი იყო რწმენაში და კლდეზე ჰქონდა უფლის სწავლებაზე, ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება და თვითონაც ესე კლდესავით მაგარი იყო რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებაში და ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში. და რამდენი ქარიშხალი დატრიალდა ჩვენს თავს, ჩვენი ეკლესიის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, აი ამ აწლეულების განმავლობაში, რაც მისი უწმინდესობა მართავდა ეკლესიას, არა? ამაზე მეტი ქარიშხლები არ ვიცი ისტორიაში ძნელათაც წარმოსადგენია. მაგრამ ვერაფერმა ამან ვერ შეარყია მისი რწმენა, მისი მოშორნეობა, მისი იმედი, სასოება ღვთისა და აი ამ ყველაფერთან ერთად მან მოახერხა დიდი აღშენებლობის წარმართვაც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში. და აი ამ ყველაფრისთვის ჩვენ განსაკუთრებით მას ვმადლობთ და ქართველმა ხალხმა უპასუხა მას დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოხატეთ ჩვენ ყველამ ერთად მისი გარდაცვალების და განსვენების დასაფლავების დღეებში. ასე რომ დღეს ჩვენ შევიკრებეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მადლობა გადაუხადოთ მას, ქედი მოვიხაროთ მისი დიდი ღვაწლის წინაშე და ვევედროთ უფალს მისი სულის განსვენებისთვის და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დიდებულ დღესასწაულს, წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, აცხოვნოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული, ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს საოცრად ესე დაემთხვა, რომ არის გასვენება შესანიშნავი ჩვენი მოქალაქის და ადამიანის გამორჩეული მამულიშვილის, ბატონ გურამ ქაშაკაშვილის გასვენება და დასაფლავება და მინდა დიდი სიყვარულით მე ვიცნობდი ამ უღირსეულეს ადამიანს, მინდა დავლოცო მისი სული და უსურვო ღვთისწყალობა და სასუფეველსაც ათასა დამკვიდრება და მადლობა გადაუხადო მას, მინდა მიუსამძირო მისი ოჯახის წევრებს და მადლობა გადაუხადო მას, ვინაიდან მან არაერთხელ პირადად ჩემდამი გამოხატა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა და თანადგომა და გამაძლიერა თავის დროზე თავისი თბილი სიტყვებით და ღმერთმა შეუწიროს მას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი.